მე ვწკნობ, რომ ალბათ ვარ. დედიკს როცა ვეუბნები რომ ჭირს, ტირილს იწყებს და ჩუმდება. მე ღმერთს თხოვ ხოლმე, რომ ალბათ აღარ ვიყო. დაავადება, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 10 ბავშვია აღმოჩენილი, ჩვენს ქართულ გოგონას 8 წლის ნიტას დაუდგინდა. შიდა საძილე არტერიების უიშვიათესი დაავადების გამო ანგელოზივით ლამაზი და კეთილი ნიტას სიცოცხლე ბეწვზე ჰგიდია. კინკინგი, კოალინგი, სტენოზი, ვერაგი დაავადება უეცარ ინსულტს იწვევს და თან ისეც, რომ ბავშვის გადარჩენის 1%-იანი შანსიც კი არ არსებობს. 8 წლის ნიტასთვის ყოველი წუთი, ყოველი წამი შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს. შეხედეთ ბავშვის თვალებს. მათ შეასახულია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულის ტკივილი. რკინის გისოსებს მიღმა ლაღი და მხიარული ბავშვები არიან. ჭიშკრის გისოსების მეორე მხარეს კი ნიტაა, რომელიც გაუნცრებლად დგას და მხოლოდ ხმებს ისმენს. შრიამულის ხმებს, რომლებსაც მისი თანატოლები თამაშის დროს გამოსცემენ. ნიტას გარდა გმირი დედა კიდევ 6 მცირეწლოვან შვილს ზრდის სრულიად მარტო. აი ასე სახლის წინ, ქუჩის სანაპიროზე ჩამოჩდება ხოლმე ბავშვი და უმისამართოდ იყურება. უიმედო, მიტოვებული, მარტოსული. გონიერ ბავშვს მხოლოდ ერთი შეკითხვა უტრიალებს თავში. მალე მოვკვდები? ამ შეკითხვაზე კი ბავშვს ვერავინ სცემს პასუხს და იცით რატომ? წყეული უფულობის გამო. $10,000 საჭირო იმისთვის, რომ გოგონას გამოკვლევები ჩაუტარდეს საზღვარგარეთ. სწორედ $10,000-ია დამოკიდებული ნიტას ხვალინდელი დილა გათენდება, თუ დღეს უკანასკნელად დაიძინებს ბავშვი და სამუდამო ძილს მიეცემა. ღვთისმიერო ადამიანებო, არ დავუშვათ ეს ტრაგედია. სიცოცხლის ბოლომდე სინდისის ქენჯდამოსვენებას არ მოგცემს, როცა ნიტას თვალები გაგვახსენდება. თუ როგორ ითხოვდა ბავშვი თვალები ჩველას უხმოთ და ჩვენ ვერ შევისმინეთ ანგელოზის უსიტყვო ვედრება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.